ხობი აგრარული რაიონია. მუნიციპალიტეტი ერთგვარ აგროზონებად იყოფა. პირველი დაბალი ზონის სოფლები, სადაც ნიადაგის სუსტი ეწერის სახისაა. აქ ძირითადად მესაქონლეობა და მარცვლეული კულტურებია განვითარებული. ასევე ცალკეულ ოჯახებში სასათბურო მეურნეობები გვხვდება. აქვეა ბუნებრივი თერმული წყლებიც, რომლის ტემპერატურა 64-დან 101 გრადუსამდეა. წყალი ჭაბურღილიდან ამოდის და უმიზნოდ იყვრება. მისი გამოყენება კი სასათბურე მეურნეობაში ძალზე სასურველია. მეორე ცენტრალური ზონის სოფლებია, სადაც სუსტი ეწერი და კორდიან კარბონატული ნიადაგი გვხვდება. აქ ძირითადად ციტრუსი და დაფნის კულტურა ხარობს. მესამე მაღალი ზონის სოფლები, სადაც ნიადაგის სხვადასხვა ტიპებია. ამიტომაც აქ მარცვლეული კულტურების, ასევე თხილის, კივის, დაფნისა და ჩაის განსავითარებლად ძალზე ხელსაყრელი პირობებია. ეს ხობია აგრარული ხობი, რომლის შიდა პროდუქტს გამრჯე, გამოცდილი, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ქმნიან. გაზაფხული მზადებაა მთელი წლის მოსავლისათვის. ნაზამთრალი მიწა უნდა ამობრუნდეს, დამუშავდეს. მეურნისათვის ახალი წელი გაზაფხულზე იწყებაო, ნათქვამია. როგორი იყო გასული წელი და რა სამომავლო გეგმები აქვს თავის საოჯახო მეურნეობაში მეწარმეს, ერთ-ერთი გამოცდილი მეურნე თავად მოგვითხრობს. ყავს სულფეხა საქონელი, სადღაც 22 სული გამაშნია. ვამზადებთ ყველს, ამოყავს ყველი და გაგვაქვს ბაზარში. რეალიზაციას ვუკეთებთ. და ასე ვირჩევთ თავს ოჯახში. როგორც ცნობილია, საგაზაფხულო სამუშაოებს ძირითადად მექანიზატორები ასრულებენ. რა უჯდება მეურნეს 1 ჰექტარი მიწის დამუშავება, ამ კითხვით ჩვენ მათ პირადად მივმართეთ. საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება ალბათ როგორც კი გამოიდარებს, ეგრევე გვიჭერს ამ ტექნიკის გამართვა, მოძველებულია ტექნიკა. ვახერხებთ როგორც ისეა თუ ასეა ნაწილების შოვნას. 1 ჰექტარი მიწის დამუშავება ალბათ 60 ლარი ყველაზე მინიმუმ. მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას და საქართველოს თუ გახდება აგრარული ქვეყანა, ამაზე უკეთესი რა იქნება რა. მეფუტკრეობას ჩვენთან ოდითგანვე მისდევდნენ. ჩვენ ერთ-ერთ ხობელ მეფუტკრეს ვეწვიეთ, რომელიც უკვე 20 წელია ამ გამრჯე არსებებს ემსახურება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეფუტკრეობა მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ამჟამად ყავს სადღაც 34 პირველი თაფლი გამოგვიყვს მაისში. ეს მაისის თაფლი სადღაც 15 ივლისში იღება. ადრე გაზაფხულზე უკეთებ წამალს პირველ რიგში. შემდეგ ვხსნით და წმინდა. დაწუნებულ ფიჭებს ვიღებ, ვადმოთ სანთლად, და რომელიც გამოსადეგია ვიყენებ ისე. მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას, რომ აღორძინებს სოფლის მეურნეობას. ერთი მინდა ვთხოვო მთავრობას დაეხმაროს მეფუტკრეობას. ხობის აგრარული სურათი გრძელდება. ბია, ახალი ხიბულა, ძველი ხიბულა, ჭალადიდი, ხამისკური, ხეთა, საჯიჯაო, ახალი სოფელი, გურიფული, ზემო ქვალონი, ნოჯიხევი, პატარა ფოთი, პირველი მაისი, პირველი ხორგა, საგვიჩიო, ქარიატა, ქვემო ქვალონი, თორსა დღვაბა, ყულევი და შუა ხორგა. ამ სოფლებში მოპოვებული პროდუქტები ნატურალური და უსაფრთხოა მომხმარებლებისათვის. რა დოზით ჩანს ადგილობრივი პროდუქტი ბაზარზე და რამდენად დიდია მომხმარებლის მოთხოვნა სოფლის პროდუქციაზე, ამას ჩვენი გამოკითხვიდან გავიგებთ. ადგილობრივი არის წარალები, სორელები, ნიკოზი, ყელი, რაღაცა ლობიო. კარგილი მაჩემი ოჯახის ყველი რაც შეიძლება კერძი პირველად დახმარებისაკენ რაც არის ყველანაირობაში. ის ნაწარმი შემოდის ჩვენ ხოდის ბაზარში. განსაკუთრებით სოფელი ბიიდან, ხორგიდან და შუა ხორგიდან კიდევ ყველა ადგილობრივი ნაწარმია. და ძირითადად რა სახის პროდუქტები? ყველი, კვერცხი, ხერხილი, ქვილი, არის სოფლის თაფლი, ეს ჩვენი ნაწარმი, ჩვენი ადგილობრივი. ყველაფერი ყველგან ძვირდება, ჩვენი გადარჩენა კი მიწას შეუძლია. ჩვენ გეორგიანელები ვართ და თანამედროვე სამყაროს ისევ უნდა შევახსენოთ, რომ ტრადიცია არ ბერდება. ის მხოლოდ ძველდება და ახლებურად დაიწყებს აღორძინებას. შიდა ბაზარი გაჯერდება ქართული პროდუქციით. დრო ამას მოითხოვს. ხობი აგრარული რაიონია და ერთად გავაძლიეროთ აგრარული სექტორი.
აგრარულ ხობს მადლიანი მიწა და მეურნე კაცის გამრჯე ხელები ქმნიან. ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით, რადგან დიდია ძალა, რომელსაც მიწა შეჭიდებული, მიწას დამეგობრებული, მუყაითი ადამიანი ქმნის. ხობი, ახალი ხიბულა. ეს კოკოშა შონიას კარმიდამოა. ადამიანის, რომელმაც დაგვანახა, როგორ შეიძლება შექმნა ისეთი საოჯახო მეურნეობა, რითაც სხვისი ხელის მაყურებელი კი არა, შენი ხელების შემყურე და მიმბაძველი გახდება მრავალი. ბატონი კოკოშას კარმიდამოს მნახველი ერთი შეხედვით მიხვდები თუ რა გამრჯე და შრომის მოყარე ადამიანი დგას მის უკან. ეზოს ყველა კუთხეში ნარგავებია გაშენებული. რამოდენიმე ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ლიმონის სათბურის, კივისა და თხილის პლანტაციების გვერდით მსხვილფეხა საქონელს და მეფუტკრეობას, ასევე სანერგე ჯიშებსაც წავაწყდებით. ოჯახი უკვე წლებია ამ მეურნეობით არის დაკავებული. მიწა გვაქვს 1 ჰექტარი. აქედან სადღაც 70%-ზე არის გაშენებული კივი, ლიმონი და თხილი. ეს მიწა მთლიანად ათვისებულია. 10 წელია რო გვაქვს 10 კილომეტრი. მე ჯიშები არის სხვადასხვა. ეს ცუდი ჯიში მონტე, ეს გავსვაეთ ჰაივარძი. სოფლის მეურნეობაში ბატონი კოკოშა მთელი ოჯახითაა ჩართული. ამჟამად ოჯახის წევრები კივის მოვლით არიან დაკავებულნი. კივს სპეციფიკური მოვლა სჭირდება. გასხვალ და ყლორტების განახლება სწორედ ადრე გაზაფხულზე ხდება. ყველაფერს მაგალითად ჩვენი ოჯახის წევრების დახმარებით. და მოსავალი წარაუშავს ამ კარგი მოსავალს მიიღებთ ძირიდან 50 კილო ყველაზე ნაკლები. კილომეტრის ამოვა 100 კილომეტრი მივაზური ერთები. ოჯახის ძირითადი შემოსავალია კივი, რომელსაც სპეციფიური მოვლა სჭირდება, ასევე ლიმონი, თხილი. ყველანი ერთმანეთს უდგავართ გვერდში, შრომობთ და შედეგი, როგორც ხედავთ, სახეზე. კივის პლანტაციებს ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირი მორწვა სჭირდება. თუ რა საშუალებებით ხდება წვიმა მონატრებული და ხშირად გვალვიანი მიწის მორწვა, ამაზე ოჯახის ერთ-ერთი წევრი თავად მოგვითხრობს. ჩვენ გვაქვს წყურგილი, ეს არის ბუნებრივად და იქიდან ხაჩავთ წყალს, წყავთ საათში სადღაც 30 ტონამდე ხაჩავს და საკმარისია იმისთვის, რომ მოვწყათ მთელი ტერიტორია. პლანტაციების გვერდით ფუტკრის ოჯახებია. აქვე გაშენებული კივისა და ლიმონის სანერგე ჯიშების რეალიზაციას ოჯახი დიდი ხანია აწარმოებს. გვაქვს სანერგე ჯიშები კივის, რომლის წასაღება ძირითადად აქ მოდიან. კოკოშა შონიას მეურნეობა მისაბაძი მისი მეზობლებისთვისაც აღმოჩნდა. მას მთელმა უბანმა მიბაძა. აქ ყველა ოჯახში ლიმონის სათბურებია. აქვე კივის პლანტაციებსაც ვნახავთ. ისინი, როგორც ბატონი კოკოშა ძალღონის არიშურებენ, რათა განავითარონ თავიანთი მეურნეობა. მეზობლებსაც გააქვთ კივის ნერგები, თხილის ნერგები და საკმაოდ სერიოზული მეურნეობა აქვთ ამ კუთხეში, ან უბანში ჩვენ და ჩვენს მეზობლებსაც. ბატონი კოკოშა თავდაუზოგავად აგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ის ნათელი მაგალითია თითეული მოსახლისათვის, თუ როგორ შეიძლება ნაკლები ხარჯებით ოჯახშივე დასაქმდეს თითეული ადამიანი, თითეული სოფლად მცხოვრები და გახდეს წარმატებული მეურნე. მან თავისი გამოცდილება გაუზიარა ყველას, უბანი გაძლიერდა და ჰექტრობით მიწა დამუშავებულ და განაშენიანებულ იქნა. მძლავრი მეურნეობის შექმნა, შენარჩუნება და გაძლიერება აგროსექტორში შეტანილი განსაკუთრებული წვლილია. სოფელმა კოკოშა შონია ყველაზე წარმატებულ მეურნედ დაასახელა. ხობი აგრარული რაიონია. ჩვენ უნდა ვეცადოთ მიწის ყოველი გოჯი სრულყოფილად გამოვიყენოთ. ამისათვის უნდა გაერთიანდეს ტრადიცია, გამოცდილება და ინოვაცია. სახელმწიფომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა კლიმატმედეგი, გვალვაგამძლე კულტურის ინტენსიფიკაციის პროგრამით. იქმნება ფერმერთა მომსახურების ცენტრები. ხობის აგრარული სექტორი სიახლეების მოლოდინშია.